მოგესალმებით, გთავაზობ დაპირებულ ვიდეოს. თუ როგორი მივიღოთ ესეთი ეფექტი. პირველ რიგში დავიწყოთ. შემოგთავაზებთ ორ დანას. დანა ნომერი პირველი. გაბრიალება, ანუ ხელისატინი გაკეთებული აქვს გრინდერით 800 ზუმფარა, ანუ ეგრეთ წოდებული 800 გრინდით. და მეორე დანა 800 გრინდით აქვს გაკეთებული გაბრიალება მასაც ოღონდ ხელისატინით, ანუ ჰორიზონტალური მოძრაობით. და რისთვის არის ეს საჭირო? შემდეგ დავდებ კომენტარებში ხელსაწყოებს, დავჭირდება ორი კატეგორიის კომპრესორი 90 PSI-ზე მომუშავე ან 120 PSI-ზე მომუშავე უკეთესია, 120 PSI. მე პირადად არ მაქვს კომპრესორი, ხელმისაწვდომი 90 PSI ვითხოვე და პრობლემა რა შემექნა. მაღალი სიმყარის დანებისთვის, მაგალითად ეს არის K90 PM, HRC 63 აქვს, მაღალი სიმყარის დანებზე 90 PSI ვერ მოერია და აი ეს ეფექტი ვერ გაუკეთა. მაგრამ შემდეგ მეგობარს თხოვე დახმარება, მეგობარმა წაიღო, სადაც 120, ანუ დაახლოებით 8 ატმოსფერო არის 120 PSI-ზე, აი ესეთი ეფექტი გამოვიდა ჩვეულებრივად. შესაბამისად, გვჭირდება ორი მოწყობილობა. პირველი პისტოლეტი, რომელიც კომენტარებში იქნება, რომელიც იქნება უმჯობესია 120 PSI-ზე მოწყობილი და კომპრესორი, რომელიც ასევე შესაძლებელი იქნება 120 PSI წნევა შექმნას. და ქართული მამაპაპური, ეგრეთ წოდებული ქვიშა, ანუ ყვითელი ქვიშა, რომელიც არის ჭიათურიდან ჩამოტანილი. ჩემი ტესტებით დაბალი სიმყარის დანები, მაგალითად HRC 60, 59, 61, ეს მაგალითად არის N690, HRC 61, კობალტის შემცველობა აქვს. და HRC 61, რომელზეც არის საკმარისი არის 600 გრინტი, ანუ 800 არ არის საჭირო, 600 გრინტზეც კი 90 და 120 PSI ჩვეულებრივად წავიდა. მაგრამ ოდესაც მაღალი სიმყარის დანებზე გადავდივართ, მაგალითისთვის ეს არის S390, ამის სიმყარე არის 67 როკველი შკალით, აუცილებელია რომ იყოს 120 PSI და აუცილებელია რომ იყოს მინიმუმ 800 გრინტი. რა თქმა უნდა 1500, 2000 და სარკული ეფექტი თუ იქნება, გაბრიალება უკეთესია, მაგრამ აი ესეთი ეფექტის მისაღებად 3000 იქნება თუ 800 იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ზედაპირი მაინც იგრუნტება. და ასევე მივახსოვეთ ყურადღება რას? როდესაც აი ეს ეფექტს გავაკეთებთ, პრაქტიკულობისთვის უმჯობესია იყოს დანა უჟანგი ან ჟანგომედეგი, რადგან თავისი შიდა ფოროები ამოდის ზედაპირზე, რომელშიც ჭუჭი უფრო მეტად ჯდება და თუ დანა არის ჟანგვადი, ძალიან მარტივად დაიჟანგება და გამოვა წყობრიდან. ანუ უჟანგებისთვის და ჟანგომედეგებისთვის არის იდეალური შემთხვევა. დანარჩენს კომენტარებში დავდებ მოწყობილობებს და ყველაფერი არის პრაქტიკის ამბავი, თუ რა პრაქტიკით შეიძლება, ანუ ხელის პრაქტიკა. შემდეგ მეორეს გაჩვენებთ უბრალოდ, ნახეთ, ეს არის გაბრიალებული 1200-ზე ხელით, ჰორიზონტალური სატინით, აი ესეთი მოძრაობით და შემდეგ უკვე ეს არ არის დამუშავებული ეგრეთ წოდებული ქვით რეცხვით, როდესაც წნევით ქვიშას უშვერთ ფოლადს. ეს არის პატარ-პატარა კენჭები, ანუ მდინარის კენჭები აგროვილი, რომელსაც გარკვეულ ოვალურ ან ცილინდრისფერ ჭურჭელში ჩავდებთ და წერეული მოძრაობით თავად კაჟის ქვები უკეთებს ესეთ ეფექტს და ხმარებაში ძალიან პრაქტიკულია, რადგან არ არსებობს დანა, რაც გვინდა სარკისებრი გავაბრიალოთ, ყოველდღიურ ხმარებაში დანას უკეთდება გარკვეული ნაკაწრები. აქ უკვე ეს ნაკაწრები ბუნებრივ დონეზეა დატანილი და ყოველდღიურ ხმარებაში იერსახეს უფრო ინარჩუნებს. ანუ ეს არის სრულად ხელით ქვით რეცვა, როდესაც მრგვალ ბარაბანში ქვებთან ერთად ფოლადი ტრიალებს, ხოლო აი ეს ეფექტი არის, როდესაც 90-ან 120 PSI წნევით ქვიშის ჭავლს მიუშვერთ ფოლადს.
გმადლობთ დანარჩენი კომენტარებში.